15 წუთით ადრე გაგვაღვიდეს, გითხრეს რომ გემი უკვე პორტში შედის, გაიღვიძეთო. აი ყველა ხალხი უკვე მომზადებულია. ველოდებით როდი შევად პორტში, მე ნელა დავიწყებთ უკვე გარეთ გასვლას, ანუ მანქანების ხო ლოგოების მიხედვით აყენია და არ ვიცი ხო პრიორიტეტულობა ვისაც. ესე იმათ ფარადის გავა. ეტევი მაინც მანდ. აი ჩვენი მანქანა. թե მამეთ მაგრამ იციან შენი მანქანა თუ რა არის? გაგვაღვიძეს ყველა. არ ვიცი რა. შეხედეთ. ეს ყველა უნდა გავიდეს ჩვენი მანქანა რო გავიდა ეს? ის რაიდერები კი. ვაუ. სამისად. ოთახი, რომელიც არის კერძო სახლში, დიდი უზარმაზარი ვილა და ოთახებს აქირავებს შიგნით ქალბატონი. გამოიყურება აი ასე, ძალიან სუფთად არის ყველაფერი, ეს არის აბაზანა, თავისი სველი წერტილებით და აი ესე ძალიან მყუდროდ და სუფთად გამოიყურება საძინებელი. დილამშვიდობისა ყველას აი ამ ძალიან ლამაზი და წყნარი ადგილიდან. გუშ საკმაოდ გვიან ჩამოვედით რომში და მომიწია რომიდან დაახლოებით 1-30-35 კილომეტრიდან ესეთი ლამაზი საოჯახო ტიპის სასტუმროს დაჯავშნა, იმიტომ რომ რომში სასტუმროებზე საკმაოდ მაღალი ფასებია. ესეთი გამწვანება დაგხვდა, ძალიან ლამაზი ეზო აქვს. საუზმედ შედის ღირებულებაში და არც ისე ძვირია სხვათა შორის რომთან შედარებით. აქვს ასევე ბასეინი. აი წავიდეთ ახლა და განახებთ. დღეს გვაქვს რომის დღე. ასევე დღეს აღამოს გვაქვს ბორანი, რითიც გავამგზავრებით ბარსელონაში. დაახლოებით 24 საათი მოგვიწევს. გემზე ყოფნა, ძალიან განვიცდი, ცოტა არ იყოს დავნერველობ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მანძილია. და ხვალე ვიქნებით უკვე ბარსელონაში. აი ესეთი პატარა მაგრამ საკმარისი აუზია. იმედია რომის დათვალიერებას მოვასწრებ, იმიტომ რამდენიმე საათი გვაქვს. დაახლოებით 8 საათზე გადის ჩვენი გემი და აუცილებლად განახებთ როგორც რომს, ასევე გემსაც. აი როგორ დადის ვაჟბატონი სასტუმროდან სასტუმრომდე. შემხედე რა, გეხვეწებე. ჩემი რუგზაკი, თავისი რუგზაკი, გიმბალი, დრონი, კიდე რაღაც დამატებითი ჩანთები. ახალი ტასაცმელი გასარეცხი ტასაცმელი, ესე იგი თქვენ თუ გონიათ მე მარტო ვზივარ და ყავას ვსვამ ხოლმე ან მანქანას ვატარებ. აი ეს არის ლოჯისტიკა. წავედით რომისკენ. ძალიან მაინტერესებს რა დამხვდება, როგორი თავეჭდილებები მექნება. ესე იგი აქ აქვს პარკინგი. რაღაც ესეთ კერძო პატარა სოფელში ვართ.
გარშემო არის მარტო კერძო სახლები, ოღონდ კარგი სახლები, ვილები. აი. ეს ორივე შენობა თავისი ეზოთი სასტუმროა. მთლიანი პარკინგი აქვს შემოჭრილი. აჰა. აი. მოკლედ, ყველა გზა რომში მიდისოდა, ჩვენ მაგზამაც მოაღწია რომამდე. ხა? კაი, მინდა. ციტაზე გადადიან. აუ წამოჩვენთ გადავიდეთ რა. ეს ნახევარი გზა მაინც გადავიდეთ. აუ ნახე რა მხელა ის ნანგრევები რა შეხვდე. ეხლა უკვე აქედან იქით მიდიან თუ იქიდან აქეთ მოდიან. ესე იგი ეს არის ალბათ ცენტრალური შესასვლელი. უბრალოდ შესვლა ფასიანია და საკმაოდ ძვირია. ხალხიც რა ვიცი მე ძალიან ბევრია, რიგებია შესასვლელად. ამ ეტაპზე ამისი დრო ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვაქვს. შენ რო გლადიატორების პერიოდში ცხოვრობდე, გლადიატორი იქნებოდი თუ ლომი? გამეცი პასუხი. იმპერატორი, რომელიც გლადიატორებს უშენს ლომებზე. შობია უბრალოდ. ფაქს ლომი. მოიცადე. სად მივდივართ? მომიყევი, სად მივდივართ? ოღონდ ცოტა ხმამაღლა არის მის ზანზუზუნია. ფანტანზე. რა ფანტანზე?
რომის ყველაზე ცნობილი ფანტომის განახილება. წამოდი. სრული საგიჟეთი ამდენი ტურისტი მართლა თუ ვენახოს რომელიმე ქალაქში, აი არ ვიცი რა. თემო, შენ აქ შეგიძლია გასინჯო ნამდვილი ლაზანია. შეხოთელენ გიყვარს ლაზანია. იტალიური ნამდვილი ლაზანია. როგორ იღებს ვთქვათ, კაიფი ლაზანია. ხა. დარწმუნებული ვარ, ჩემს ეგრევად მაინც არ აკეთებენ, მაგრამ მაინც. Wow. ხალხს უყურეთ. ესე იგი გასაგები რო იყოს, ახლა რა ხდება? ვართ იტალიის ერთ-ერთ რესტორანში, ტურისტულ ცენტრში და თემომ შეუკვეთა ჭვიშტარი. იძახს რომ კიდე თუ არა ჭვიშტარიაო, გარედან აქვს ჭადის ფქვილი, შიგნით იძახს რომ მოცარელა, იგივე სულგუნია. მე ნახოთ ახლა ეს რა. როგორია შეხედენ როგორია? მოიჭე. მოცარელა ჭადი. ωραία? ოკეი. შეხედენ როგორია? ხედავ შიგნით. ჩამოჭყიტა. ვერ ხედავ, ესე, აი. აჰა. აბა ჩაკმიჩი არ არის ცხელი. მოცარელა და ჭადი. მედი აბა. ეგ არის სულგუნის ბურთები რო არის შემწვარი, ეგეთი რაღაცაა. განგემრელია, მაგრამ დანამატი აქვს რაღაცა. ვერ გიხსენებ რაღაცა. ნუ ალბათ ალბათ სუნელი რაღაცა ხედავ სინჯაო და გეტყვი. პომიდორი. პომიდორი. დამატებული მოშნარი, ხო? ოსტიკ იტალიური პასტა რო არ გასინჯო იტალიაში არ შეიძლება, ამიტომ აუცილებლად შევუკვეთეთ და ასევე შევუკვეთეთ სალათა. მიდი რა ისევ შენ გასინჯე პირველი. ჩემ გურჩავობო? ხო, მიდი რა. ამას გასაჭმელი რა ვქო და გერჩი მაშინ მიკეთებ. აჰა, გასინჯე რა პირველი შენ. შეგიძლია გავსინჯო? არ ვიცი რა, დააგემოვნე. მიწიე? თებში შენსკენ. ოკეი. გამიცა. გამიგასწავლებულია? არა ხო? აი, საუზმეზე რომ კაი მაკარონი გაქვს, ჩორლო ფამილიის соуსი. ეს სპეციალურად არაფერი გასაკეთებელი. ახლა ტრევის ფანტანთან ვარ და ტრევის შადრევანთან. აი, ერთ-ერთი ულამაზესი რა, ფოტოებში და ვიდეოებში ხომხდება, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ეფექტია. ამის გარეშე არ მოწაფდება და კოლიზიონი ხო იყო, მაგრამ აი აქ მომდეოდი. რაღაცას კამკამაწყალი რო გადმოდის, უკან შეხედე, უკან ანახე, აი ეს კამკამაწყალი რო გადმოდის, რაღაცას მაგარი მონუმენტები როა და რაღაცა მთლიანობაში დინამიკას საოცარი რაღაც. ნაბლა ფანტანთან რო ჩახვიდე და მონეტა რომ ჩააგდო ფანტანს და სურვილი რო ჩაიფიქრო, აქაც კი აი ამ ხელა რიგში უნდა ჩადგე. ამ სიცხეში პაპანაკება მზეში. აი რა მხელა რიგია, საიდან იწყება მე თვითონაც არ ვიცი. აი Gari Viena. 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 Ai, ma che sta facendo? Ai, che la cadavere.
იყო სასაცილო ეფექტები. ესეთი ხო ისედაც ჩავწერე. აა ეხლა გელოდებოდი რომ ვიენათი შემოსულიყავი და მე უნდა გეთქვა. ვეძებთ გრიმ რაღაცა ლაინს. მოკლედ ვერ პოულობთ, ძალიან გვაგვიანდება. ძალიან დიდი პორტია. ძალიან დიდი პორტია, თუ არ დაგვაგვიანდა უკვე რა თქმა უნდა. ხო და ვეძებთ და ვარ ძალიან დაბაძულები. ამიტომ თქვენ თუ გადაწყვეტავთ ესე ბორნით გადაადგილებას, გაითვალისწინეთ და მოდით ცოტა ადრე. მოდი ვინმე მე ჩვენსავით კიდევ რომ არ ეძებოს ესე გადარეულივით. აი ესე პატარა მიმოხილვას გავაკეთებ, რომ ნახოთ სად უნდა მოხვიდეთ თუ მანქანით გადაწყვეტავთ თქვენ იტალიიდან, ანუ რომიდან ბარსელონაში წამოსვლას. კომპანია არის Grimaldi Line, აი Grimaldi Line, უნდა მოხვიდეთ აქ და გაკეთოთ ჩეკინი, ანუ რეგისტრაცია. და ახლა ცოტა ადრე მოსულიყავით, ნახეთ რა მხოლოდ რიგია იმისთვის, რომ რეგისტრაცია გაიარო. აი, ამ ხელა რიგია. ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, ახლა რეგისტრაციაც გავლილი მექნებოდა და გემზეც ვიჯდებოდი წმენდა მშვიდად. ესეც ჩვენი მორიგი გემი. ცოტა იმაზე დიდია, ვიდრე წინა იყო. ფაქტიურად დიდი ხანიც მიცურავს ეს 24 საათი და შესაბამისად მაგიტომაც ბევრი მანქანები ეთავა შიგნი. Wow, ძალიან დიდია. Thank you. Barcelona. შეხედეთ ამ ხელა არა, ორჯერ კი არა, სამჯერ დიდია, მე მგონი იმ გემთან შედარებით რაც წინა იყო. Wow. გემში ვარ საცობში. გემში საცობი ეს რა არის ტრაილერი გემში შეტევენ. მართლა რა ხელა, ახლა ხო უყურებთ ამ თქვენ თვითონ რა წარმოიდგინეთ ტელევიზორში როგორ ჩანს და აქ ეხლა რა სახარ რეალურ სიტუაციაში უბრალოდ აი რა ვიცი მე ყვა ჩამომივარდა. საგზაო მოძრაობის წესები გემზე არ დამიცვია. ვაუ. დღეს კაიუტებში არ გვიმართლებს. ადგილები არ არის, ამიტომ შეგხვდა მხოლოდ დასაჯდომის კამები. იმედია გული არ გამისკდება და რამე ცოტა ნორმალური მაინც დამხვდება. მომენტალურად ჩავარდი დეპრესიაში. ისეთ საშინელი სკამებია გემზე, რომ არ ვიცი ღამე როგორ უნდა გავაჩენო. ხო შეიძლება აი სკამებს ვაკეთებ, შეხედე. ისეთ სკამებს გაკეთე, რომ საზურგე გადადიოდეს. ან ეს ხელი მოაჯირები მოძრაობდეს. ესე რომ მინდა რომ ვიტირო. ხო და ხთემა წავიდა იქნებ რაღაცები მოვიგონო, რაღაცები გავაკეთო და იქნებ პარალონი მაინც გაგიშალო იატაკზე და ისე დაგაძინავო მე არ ვიცი როგორ უნდა გაცლოს ადამიანმა 24 საათი ამ მდგომარეობაში. აი უყურეთ როგორი სკამებია. ზურგიც კი არ გადადის. აი უბრალოდ ხო უნდა მოიფიქრო, რომ ისეთი სკამა მაინც დადგა, რომ ზურგი გადავიდეს, რომ ღამე დაიძინო. ესეთი თემა მიპოვა, ესეთი ადგილია მე-10 სართულზე. კაფესავით არის, მაგრამ ვინც ახლა ესე იგი გებით ფერით ესე ხშირად მოძრაობს, იმას ალბათ უკვე ეს ყველაფერი ნასწავლი აქვს სიტუაციაში გარკვეული და იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს, ასე პირდაპირ აქ ამოვიდა ხალხი. რა ვიცი, ფეხზე გაიხადა, დივანზე წამოწვა, ადიელები ამოიღეს, ბალიშები მოიტანეს და გამოდის, რომ იმ სკამებზე საერთოდ არავინ არ დაიძინებს დღეს, ნუ უმეტესობა ვინც იცის, აქ ამოვა. და ამ დივანზე ჩვეულებრივად შეგიძლია წამოწვე, დაიფარო ადიელა და დაიძინე დღეს რამე აქ. აბსოლუტურად ყველამ ესე გააკეთა, ვინც იცის, რომ არა თემო. მე უკვე რეალურად პანიკაში ვიყავი, ოღონდ სერიოზულად. ხო, და მე მართლა უკვე ძალიან გამიცდიდი ამას, აი
რა ვიცი. ფაქტიურად გამოდის ისე რომ დღეს რამე გავეტარებ აქ. ადგილა გვაქვს, ბალიში გვაქვს, პარალონი გვაქვს, დივანი გვაქვს, წამოვწვევით აქ და დავისვენებთ. თუ რამეს გვეტყვიან, ადგილებიც გვაქვს. ხო, ლელიკოს გონიო დეპრესიული მასშიაო გემზეო და ეხლა ამომიყვანა. ხარი. ეთემო. ვაუ. შოკი მაქვს, სრული შოკი მაქვს. აბა უზი ვნახოთ. ვაუ, რა მაგარია. როგორ შეიცვალოს სიტუაცია 5 წუთის უკან რა ხდება და 5 წუთის წინ მერე და ახლა რა ხდება? ვაუ, მეკონა რომ ყველასთან გემზე ვიყავ მსოფლიოში. შეიძლება ისე მეკიდეა. მობილურს არ წამართმევს 1 2 და 3 სათხართ. სრული საკიჟეთი. კუჩებში ვსეირნობ. კი, ოღონდ სერიოზულად. გადატრიუმებში ტრაილერები დადიან, რა შოქნიშნები აქვს მოწყობილი და ხალხიც სეირნობს. ესე იგი, მაღლა ხო ნახეთ წეგან რაც ხდებოდა. ეხლა ჩვენ სართულზე რაღაცების დისკოტეკა იგეგმება და წეგან მე მგონი ენა მიყილა და ეხლა რო შევტრიალდები განახებთ. მოკლედ, უბრალოდ შეხედეთ რამ ხელას სივრცეებია საერთოდ, აი. ჩვეულებრივად სეირნობს ხალხი. აი კოლიდორებია, რა ვიცი, მოპრიელებული აბსოლუტურად ყველაფერი. აქ ინსტრუქცია. კაზინო გვაქვს? კაზინოც გვაქვს? აბა წამოდი. აჰა, ვიდეო გეიმები, ინტერნეტ ფონდები, წამოდი აბა. საბავშვო სივრცეც არის ნახე. ბავშვები ვისაც ყავს რა არ მოიწინოს. აი. კიდე რა გვაქვს? არ ვიცი. ესე იგი აქ რა ხდება? და თემო კაზინოში ყოფილ ხარ როდესმე? ეხლა გაქვს შანსი. ეს არის ვიდეო გეიმების ოთახი. იგი თუ თამაში გიყვართ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ითამაშოთ. კაზინოში ხა რა ვიცი. აქ რა არის? ეს არ არის კაზინო. აქაც რაღაცა სივრცეა, სადაც შეგიძლია ისეთი ლოივახშმო, რა ვიცი, ყველაფერი. აქ ეთყობა რაღაც ესეთი შვედური სამზარეულო სტილია. ბევრი საჭმელებია. აი ესე. ისე გემრიელად გამოიყურება ნამდვილად. აი. ანუ შეგიძლია რომ თვითონაც არ შემოიტანო ხო საჭმელი და აქ მიირთვა უპრობლემოდ, ანუ მაგ პრობლემა არ არის. რა გინდა სულო და გულო. შემდეგ რა გვაქვს კიდეთ? სალონი აკლია აქ. იმდენი ხანი ხარ აქ რეალურად სალონი რო იყოს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქალბატონი. კი, ოღონდ სერიოზულად ხო, აი მაინც ახლა ისე ხარ რა უაზროდ. ფაქტიურად. აი სპა ცენტრი არის. ნახე, მე მგონი სპა ცენტრია. არომა რაღაცა. თუ არა. აქაც კიდე რაღაცა ერთი სახის რესტორანია. ოკეი. კიდე რამეა? ვაუ. არა, მე მგონი ვსო. აი ხა ძალიან წყნარად და ბედნიერად ვარ, ესეთი ძალიან მაგარი ადგილი მომიწევნა. წყნარად ვშირათ ისე რომ საერთოდ არავინ არ შეგვაწუხებს, გარშემო შეხედეთ. ამასაც მოდი სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს და ამასაც თავისებური ერთგვარი ჰელფერი აქვს. ყავა მოატანინა. აჰა. ვისკით ხო, ვისკით ხო. აბა. ოკეი. ცოტა ხანში უკვე დაიძრება ჩვენი რას გადავეკიდე ამ მატარებელს გემიც. იმედი აქ კონცერტი არ იქნება დღესღამე, იმიტომ რომ სცენა აქვს. ამხელა დინამიკები დგას, აი სცენა
აი მედია მართლა იქნება კონცერტი და წნარად და მშვიდად დაასვენებენ ხალხს. შაქარი და ვისკი არა? არა. დავით გავიხო წელსაკა. და შეცგიდა. იდა ბოს. აი ჩვენი სივრცე განახოთ ეხლა. სეგოს ხასიათი მოვიდა. ახლა. სეგოს ხასიათი. ესეც ჩვენი სივრცე. აი, მეტი ბილეთი აღარ იყო რა, დასაჯდომი ადგილი შეგვდა და გული გვისკრებოდა და დაიძინე სადაც გიდა. კი. ნახეთ. თუ გეძინება შეძლონგებზე დაიძინე. აი, დივანებზე უყურეთ ადიელები არის გადაფარებული და ადამიანი ზის და მღერის, ფაქტობრივად იავნანას უმღერის ყველას. აი